მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს ძალიან საინტერესო გადაცემა გვაქვს. ჩვენი გადაცემის სპონსორია მაღაზია თილისმა, რომელიც მდებარეობს ირაკლი აბაშიძის 62 ნომერში და აქ ძალიან კარგი ეზოთერიული ნივთების შეძენას შეძლებთ. დღეს ჩვენი სტუმარია ფსიქოთერაპევტი ქალბატონი ლალი ბადრიძე, რომელთანაც ვისაუბრებთ სიტყვის ენერგიაზე და სიტყვის ძალაზე. მოგესალმებით. მიხარია თქვენთან სტუმრობა, იმიტომ რომ თემა გვაქვს არაჩვეულებრივი და ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო. მე ძალიან დიდი ხანია ვიყენებ ძალიან ბევრ ტექნიკას. მაქვს ასევე ცოდნა, მაგრამ თქვენგან მინდა სხვა კუთხით მოვისმინო ჩვენს სიტყვებს როგორ აქვს ძალა. ეს მარტო კომუნიკაციის საშუალებაა თუ სხვა რაღაცას გვაძლევს ასევე. შენ წარმოიდგინე, მეც ძალიან დიდი ხანია ვიყენებ, იმიტომ რომ ფსიქოთერაპევტი ანუ რა არის? სიტყვით მკურნალი. ჩვენ მკურნალობთ ლაპარაკით და სხვა ინსტრუმენტი ჩვენ არ გაგვაჩნია გარდა საუბრისა და არიან ადამიანები, რომლებსაც პროტესტი უჩნდებათ ხოლმე, რომ რა ლაპარაკით როგორ შეიძლება ადამიანი მოარჩინო და ერთი ძალიან საინტერესო შემთხვევა მახსენდება, ერთი ძალიან სკეპტიკოსი ადამიანი მომიყვანეს, მოკლედ, რომელიც ბევრგან იყო უკვე და გამაფრთხილეს, რომ არ ჯერაო ფსიქოთერაპიის არაფერიო. და მოვიდა და მეუბნება. ეხლა რა გონიაო რა, ეხლა ლაპარაკით მომარჩენო. მე ვთქვი, რა შენისთანა გაუზრდელს და უვიც მე ვთქვი, არაფერი არ ეშველება მეთქი და წამოხდა, რასა მეუბნებიო, შეურაცხყოფას მაყენებო. და მშვიდი მე ვთქვი, აბა დააკვირდი რა მოხდა. გაღიზიანდი, გული აგიჩქარდა, ხელები შეგეკრა, მზათიყავი რომ იერიშზე გადმოსულიყავი და ეს ყველაფერი არ გამააკეთა. სიტყვამ და თუ სიტყვას შეუძლია რომ ესე გამოგიყვანოს მდგომარეობიდან და ესეთი ცვლილებები მოახდინოს შენში უარყოფითი, რატო არ შეუძლია იგივე გააკეთოს პოზიტიური და მოკლედ გაეცინა, დაჯდა და უკვე ვიმუშავეთ აბსოლუტურად მოშებული და მონდობილი იყო ეს ადამიანი. ძალიან ხშირად ადამიანებს მაგალითი ჭირდებათ, რომ დაინახონ სიტყვას რამხელა ძალა აქვს. რა თქმა უნდა, უდიდესი. პირველად იყო სიტყვა, ხო? პირველად იყო სიტყვა და თუნდაც მაშინ რატომ ვლოცულობთ? ესეც ხომ ის ენერგია, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით სამყაროს, უფალს თუ საკუთარ თავს. რაღაცა მესიჯებს. აი რატო ლოცულობთ მაგაზე ნახე? მქონდა ასეთი პრაქტიკიდან ბევრი მაგალითი მახსენდება ხოლმე, როცა ინტერვიუზე ვარ, როცა რამეზე ვლაპარაკობ, ამიტომ ხო შეიძლება რომ მოვყვეთ რეალური მაგალითები. რა თქმა უნდა. მყავდა ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ეს ისროს მეუბნება, რომ იცი რა, აღარ მინდაო რა, ეს ერთი და იგივე ლოცვაო, ერთი და იგივე სიტყვების გამეორება უსო, ერთი და იგივე. ერთხელ რომ ვთქვი, იმ ღმერთმა ხო გაიგო ბოლოს და რა თუნდა ჯერ თქმაო. და მე ვთხარი, რომ წარმოიდგინე მეთქი, რომ ქვა აიღე და დაარტყი ჩაქუჩი. ერთხელ გატყდა? არა. მეორედ, მესამედ, მეასე დარტყმაზე გატყდა. რომელმა დარტყმამ გატეხა შენი აზრით ეს ქვა? მეასემო არა, ყველა. ნელა უკვე ნახე შიგნიდან ცვლილებებს იწვევს და ეს ცვლილებები თანდათან მოდის, აი თანდათან ძლიერდება საბოლოო შედეგამდე რომ მივიდეთ. არის ჭეშმარიტია, ვიცით რომ ესია. ეს ღმერთს კი არ სჭირდება, ჩვენ სჭირდება. ჩვენს გონებას ჩვენში მოხდეს ეს ცვლილება და ჩვენში იყოს ეს ნეირობიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური თუ ბიოლოგიური ცვლილებები ჩვენში რომ მოხდეს. თუნდაც ახლა ძალიან პოპულარული რო გახდეს აფირმაციები. იგივეა. დიახ, იგივე თემატიკა არის. აქ რა უფრო მუშაობს? არის კატეგორია, რომელიც იცახის, რომ მე ვამუშავებ და არაფერი გამომდის და არის კატეგორია, რომელიც ვიზუალიზაციას ახმარს, თქვათ, მოირგო, დაიჯერა. აი ჩვენ ტვინთან როგორ უნდა მოვიდეს ეს ახლოს და როგორ უნდა დაამუშაონ თუნდაც ის რაღაც აფირმაცია. რწმენა ძალიან მნიშვნელოვანია, იმისი, რასაც გჯერა და აკეთებ, ბუნებრივია ეს ბევრად უკეთესად მუშაობს, თუმცა ვიზუალიზაცია, ნახე მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ ჩვენი არაცნობიერი არის პატარა ბავშვი, რომელსაც არც ლაპარაკი ესმის, ვერც დასჯი, ვერც ვერაფერს ვერ გაუკეთებ. ხო პატარა არის, არ წერა კითხვა არის ის. ერთადერთი ბავშვი რას ხედავს, ხო? ხატებს ხედავს. ამიტომ ვიზუალიზაცია, როცა ეხმარება იმას, რაზეც ჩვენ ფიქრობთ და რაზეც ვსაუბრობთ, ეს სხვანაირად მუშაობს და ზუსტად იგივე მაგალითი შემიძლია
გავიმეორო რომ თან და თან შენ თვითონაც იჯერებ, შენ თვითონაც პოზიტიური განწყობა მოგდის, რომ აი ეს შეიძლება მოხდეს. აი რატოა თიკა მაგალითად რომ აი ბავშვობაში ნათქვამი სიტყვები ხშირად მთელ ცხოვრებას აპროგრამებს, ხო? შენგან არაფერი არ გამოვა. შენ ხარ ესეთი უნიჭო და ბავშვი იჯერებს რომ უნიჭოა, მისგან არაფერი არ გამოვა და დიდობაში რომ იზრდება ეს სიტყვები შეიძლება საერთოდ აღარ ახსოვს, მაგრამ იქ სადღაც შალექილია და 7 წლამდე ფაქტიურად ყალიბდება ბავშვის მომავალი ცხოვრება და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ მისთვის საყვარელი, მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი რას ეუბნება. იმიტომ რომ მას ჯერა დედის, ხო? ჯერა მამის. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან ის, ვინც სიცოცხლეა ჩუქა და ვინც მასზე ზრუნავს და თუ ეს ნეგატიური ინფორმაცია ბავშვი ამას იჯერებს და მთელი ცხოვრება დაღივით მიყვება. მე ვიძახი ხოლმე რომ ეს არის ტატუები გულში, რომელიც არ ჩანს. როგორც გინდა ცხოვრობდე, იქ არის. თუმცა მე როდესაც უკვე მუშაობ და თერაპიაში, აი ხდება ამის ამოტივტივება და ამ ყველაფრის შეცვლა. ანუ რეფრეიმინგი ხდება ამ რწმუნებულებების თუ ამ ჩადებული რწმენა წარმოდგენების უკეთესობისკენ და ეს შესაძლებელია საბედნიეროდ. საბედნიეროდ შესაძლებელია, ისეც ჩვენ თავზე მუშაობით და რა თქმა უნდა საკმაოდ ისეთი ძალისხმევით. სხვადასხვა მეც მქონდა ესეთი შემთხვევა, გოგონამ რომელმაც მითხრა, რომ აი წითელი ფერი მე არ მიხდებაო და დავინტერესდი რითი დაასკვნა რომ არ უხდება ეს წითელი ფერი. ბავშვობიდან დედაჩემი სულ მეუბნებოდა რომ არ მიხდებოდა, არც მიყვარსო. ზუსტად აი ესეთი მსგავსი ყველა დეტალი და ყველა სიტყვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენს ცხოვრებაში თუ გქონიათ ისეთი შემთხვევა, რომელსაც მაგალითად სიტყვას ძალიან ხშირად იყენებდით, თქვათ ან რამე კონკრეტული ისეთი ვთქვათ აფირმაცია იყოს თუ სურვილი იყო, რას დავარქმევ თუ ეხლა არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც მაგალითად ასრულდა ისე რომ არც წარმოგედგინათ. ვიცი რა, ჩემ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამე ასრულდა და ეხლაც ვამბობ ხოლმე რომ გახსნილი მაქვს მეთქი სამყაროსთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ნანატრი არა მაქვს რომ მისრულდება. და ნუ ეს ყველაფერი გამოიწვია იმან რომ მე შევცვალე ჩემი ცხოვრების სტილი, აზროვნება შემეცვალა, ბუნებრივია ეს თანდათან მოხდა ეს ყველაფერი. ნახე, ამას წინათ გუშინ ზუსტად ლექცია მქონდა ამ თემაზე იყო ლაპარაკი, ადამიანები ბედნიერები და უბედურები. რა განსაზღვრავს ადამიანის ბედნიერებას, ხო? 50% არის გენეტიკა, 10% არის გარემო, 40% არის ჩვენი ფიქრები, აზრები, იმას თუ რას ფიქრობთ, როგორ ვაკეთებთ. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც 50% უკვე კარგად განწყობილები იბადებიან გენეტიკურად და საბედნიეროდ მე ამ ადამიანების რიცხვში ვარ, რომლებიც დაიბადნენ უკვე პოზიტიური განწყობით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე მაქვს ცხოვრებაში გადატანილი, ბევრჯერ დავეცი და ბევრჯერ ავდექი, მაგრამ ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ყველაფერი დროებითია, გაივლის და ყველაფერი კარგისკენ შეიცვლება და იქიდან გამომდინარე, რომ კითხვა მიყვარდა ძალიან და ვხედავდი, რომ ჩემი წიგნის გმირები ბევრი პრობლემის მიუხედავად ძლიერდებოდნენ, წინ მიდიოდნენ, საკუთარი თავის ასოცირება მქონდა ხან ერთ გმირთან, ხან მეორესთან და ვიცოდი, რომ ნებისმიერ პრობლემას დასასრული აქვს. აი ეს მქონდა ბავშვობიდან. და მართლაც ასე მოხდა, რომ ნებისმიერი, ნახე, ეხლაც როცა პრობლემა სიტყვა არ მიყვარს, იმიტომ რომ სიტყვა პრობლემა უკვე აი ნახე ექსპერიმენტი რო ჩავატაროთ, აი თუნდაც შევთავაზოთ მაყურებელს ჩაატაროთ ექსპერიმენტი. თქვით სიტყვა პრობლემა სამჯერ. პრობლემა. აბა თქვი შენთვის, თქვი აბა. რას გრძნობ? პრობლემა. და დააკვირდი სხეულს. ითქუნები რაღაცა. რაღაცნაირად ხო, იკეტები. ეხლა თქვი გამოსავალი და რაღაცნაირად იხსნება ეს დაძაბულობა, იცი? და უკვე გადადიხარ სხვა რეჟიმში, რომ პრობლემა კი აღარ არის. რაღაცა საკითხია, რომელსაც გადაჭრა ჭირდება. და უკვე მიდიხარ იქით, რომ ამაზე იფიქრო. ხო, ერთი პატარა სიტყვა და დიდი ისეთი არაფერი, ხო? თუმცა, ნახე, მოდი, აი მეცნიერული ექსპერიმენტები გავიხსენოთ, რომლებიც ჩატარდა სიტყვასთან დაკავშირებით და რომლებიც ადასტურებს იმას, რომ სიტყვას ნამდვილად დიდი ძალა აქვს. იყო ასეთი ექსპერიმენტი, ძალიან საინტერესო სხვათა შორის,
სტუდენტების ჯგუფი ჰარვარდში ჩატარდა ეს კვლევა თუ არ ვცდები და აიყვანეს სტუდენტების ჯგუფი რომლებსაც მისცეს სიტყვები რისგანაც უნდა შეედგინა წინადადებები. ერთ ჯგუფს მისცეს აბსოლუტურად ნეიტრალური და ჩვეულებრივი სიტყვები, მეორე ჯგუფს მისცეს სიტყვები, სადაც იყო ნახსენები სიბერე, ნაოჭი, ავადმყოფობა, მოწყენილობა, ერთფეროვნება და შეადგინა სიტყვები ამ წინადადებებით. მეტი არაფერი დავალება არ იყო. როდესაც ეს დავალება დაასრულეს და გამოვიდნენ ეს სტუდენტები დერეფანში, წავიდა დაკვირვება ამ სტუდენტებზე. აღმოჩნდა, რომ იქ სადაც ნეიტრალური სიტყვები იყო, ეს სტუდენტები ჩვეულებრივ არა აქტიურად ესე მოძრაობდნენ და იმ სტუდენტებთან სადაც იყო აი ეს ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიებული ეს მოხუცებულობა, მოხუცებულებივით მოძრაობდნენ, შენელებული მოძრაობები ჰქონდათ, რაღაცნაირად ისე თავდახრილები და ისე დადიოდნენ. ესე იგი სიტყვა ფაქტიურად შეცვალა შიგნიდან მდგომარეობა და გამოიწვია აბსოლუტურად სხვა შედეგი და დადასტურდა, რომ ესე იგი სიტყვას შეუძლია ადამიანის ბიოლოგიური განწყობის შექმნაც, ხო? პოზიტიური სიტყვების დროს გამოიყოფა ისეთი ნეიროტრანსმიტირები, რომლებიც პოზიტივისკენ არის მიდრეკილი, ნეგატიურის დროს, რა თქმა უნდა, კორტიზოლი გამოიყოფა, ადრენალინი გამოიყოფა და კიდევ ბევრმა ექსპერიმენტმა დაადასტურა ეს სხვათა შორის. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი იყო. აჩვენებდნენ ადამიანების ჯგუფს ერთნაირი ვიდეო აჩვენეს, როდესაც მანქანები ეჯახება ერთმანეთს, ნელა ეჯახება მანქანები ერთმანეთს. ოღონდ კითხვები დაუსვეს სხვადასხვანაირად. ერთ ჯგუფს კითხეს, რომ აი ეს მანქანები, რომლებიც შეეჯახდნენ ერთმანეთს, რა სიჩქარით მოძრაობდნენ. მეორე ჯგუფს კითხეს, რომ ეს მანქანები, რომლებიც ერთმანეთს შეეხნენ, რა სიჩქარით მოძრაობდნენ. პასუხები იყო აბსოლუტურად სხვადასხვა. სადაც კითხეს, რომ შეეჯახნენ, იმათ თქვეს, რომ ძალიან დიდი სიჩქარით, სადაც უთხრეს, რომ შეეხნენ ერთმანეთს, იმათ დააფიქსირეს დაბალი სიჩქარე. ერთი თვის მერე ისევ დაიბარეს ეს ადამიანები და კითხეს, რომ აიო, რა დაინახეთო, შუშებიო, ჩამტროული ქონდა ამ მანქანებსო? იმ ადამიანებს, რომლებსაც უთხრეს, რომ შეჯახებისას, ყველამ თქვა, რომ შუშები იყო ჩამტრეული. თუმცა შუშები ჩამტრეული არ იყო. და მეორე ჯგუფმა დააფიქსირა, რომ სადაც იყო ლაპარაკი შეხებაზე, რომ შუშები არ იყო ჩამტრეული. ესე იგი, ნახე, ჩვენ წარმოდგენებსაც კი ვცვლით. იმით რას ვამბობთ. ოღონდ მარტო მე რას ვამბობ და ჩემ თავს ვეუბნები კი არა. სხვასაც რას ვეუბნები. პოზიტივ, რასაც გასცემ შენიაო, ხო? ვეუბნები პოზიტიურს და პოზიტიური დამოკიდებულება გაქვს, მიბრუნდება. დიახ. ვეუბნები ნეგატიურს, ან საკუთარ თავზეც ვამბობ, რა დებილი ვარ, ხშირად ვიცით ხოლმე, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენი გონება უკვე ნეგატიურად განეწყობა და უკვე ხდება ეს კორტიზოლის გამოყოფა, ხდება უკვე ის, რომ და უკვე მზად არის ჩვენი ტვინი, რომ სტრესისთვის ემზადება, რომ ან გაიქცეს, ან დანებდეს. ხო და როცა მომბობ, რომ იცი რა, ეხა ხო ეს დროებითია, მაგრამ ამას მე აქედან გამოსავალს ვიპოვი. ყოფილა ესეთი შემთხვევები. ჩახვალ, ამოხვალ ისევ, ხო? უნებრივია ესე ხდება. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მეც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ, თუნდაც თვით შეფასებას. ადამიანები ხშირად ელოდებიან, რომ სხვები დაუწყებენ შეფასებას და ეს აუმაღლებთ მათ თქვათ ეგოს, ან არ აქვს მნიშვნელობა, რაც დავარქვევთ, მაგრამ ყოველთვის მეც ვიძახი, რომ საკუთარ თავთან უნდა ძალიან კარგად იმეგობრო და იმაშინ შენ თავთან საუბარი, შენ თავთან ის თუნდაც ის დადებითი ენერგიების გაგზავნა ძალიან კარგად გეხმარება, რომ ეს გამოიმუშაო და მიიღო შემდეგ სხვებისგანაც, თქვათ ის შეფასება, რასაც ელი. სიტყვა ძალიან ისეთი დიდი ძალა აქვს, თუნდაც ეს სურვილებთან დაკავშირებით. მე მაქვს ესეთი ძალიან ჩემ ცხოვრებაში, ძალიან ისეთი რა მოხდა ბავშვობიდან, თვითონ ვარ დედის ერთად და ბავშვობიდან ვიძახდი, რომ მეყოლებოდა ტყუპის შვილები. ტყუპები უნდა მყოლოდა. ყველა მიცოდა, რომ ესე რაღაცა და როდესაც უკვე რაღაც კარკულ ასაკში ვიყავი და მართლაც მოევლინა ჩემ სამყაროში ორი ტყუპი გოგო. 13 წლისები. და ეს
ბავშვები, ანუ ყველა მიცის იმ შეკვეთილი ბავშვები არიან. ყველას ახსოვს, ვისაც იმ პერიოდში ქონდა ჩემთან შეხება, როდესაც ვიყავ სადღაც 17-18 წელს, რომ ვიძახდი, რომ მე აუცილებლად მეყოლებოდა ტყუპი გოგოები, ანუ ძალიან მჯერო და ალბათ ძალიანაც მინდოდა და ისე დაალაგდა ჩემი ცხოვრების რაღაცა ეტაპები, რომ ესეთი საჩუქარი მოვიდა ჩემთან. და ამიტომ ვიძახი, რომ სამყაროში ყოველი ჩვენი ფიქრიც კი, უთქმელი ფიქრიც კი რეალიზდება. ამიტომ ეს აუცილებლად უნდა გავუშვათ, რომ ეს ასევე ჩვენც გვიხდება, ხომ, ჩვენი ვიბრაციები, ჩვენი გარეგნობა. ადამიანი უფრო დიდხანს ცოცხლობს და უფრო ლამაზად გამოიყურება, თუ ის ბევრ დადებითს, ენერგიას უშვებს, სიტყვებს უშვებს და ფიქრებს უშვებს. რა თქმა უნდა, მე ვამბობ ხოლმე, რომ მე მინდა მოვკვდე ახალგაზრდა მე. ხო და ზოგი ვერ იგებს ხოლმე რას, ანუ ნებისმიერ ასაკში შეიძლება იყო ახალგაზრდა, ძალიან ღრმა ასაკშიც. შენი გადაწყვეტილება, მოდი ესე ვთქვა, და შენი არჩევანია, შენ როგორ უყურებ ამ ცხოვრებას, როგორ უყურებ ამ გამოწვევებს და მე ვთვლი, რომ იცი რა, აი ეს შენასაც ამბობდი, რომ გარედან როცა ელოდებიან ადამიანის შეფასებას, შიგნიდან აქვთ პრობლემა. საყრდენი ჩვენ ხო შიგნით გვაქვს სინამდვილეში და როცა შიგნითა საყრდენი ძლიერი არ არის, გარეთ ეძებ. მაგრამ სიტყვების თქმაც თუ იმისი არ გჯერა, ცოტა ნახე, როცა შენ თვითონ არ გჯერა, სხვა არ დაიჯერებს. კომპლიმენტის თქმა, რომელიც არის არაჩვეულებრივი, როცა ადამიანს ეუბნები, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გულწრფელი უნდა იყოს. რომ ადამიანები სიყალბეს ვგრძნობთ, როგორც გინდა ითამაშო და როგორც გინდა ისე თქვა, მაინც ვგრძნობთ და ამისი არაჩვეულებრივი გულწრფელობის მაგალითი ჩემთვის ძალიან დიდი მაგალითია, როდესაც სიტყვა თქვა მარტინ ლუთერ კინგმა 250,000-იანი აუდიტორიის წინაშე და სხვათა შორის საჯარო გამოსვლის ხელოვნებასაც ვასწავლი მე და აი სულ მომყავს ხოლმე ეს მაგალითი და მოყავთ ეს ითვლება სიტყვის საუკეთესო აი ეს იგი დიდ აუდიტორიაზე ნათქვამი საუკეთესო სიტყვა, რომელმაც შეცვალა ფაქტიურად მსოფლიო. და სულ მაინტერესებდა რომ რა თქვა ესეთი, რომ ესე იმოქმედა, არა ის სიტყვა კი ვიცოდი რაც თქვა, მაგრამ მაინტერესებდა აქამდე როგორ მივიდა და ამიტომ ჩავედი სიღრმეებში და აღმოჩნდა რა. ნუ მოგეხსენება მარტინ ლუთერ კინგი 29 წელი ციხეში იყო, ჯერ როდესაც მას კითხეს რომ აუ ძნელი იყო შენთვისო თავისუფლების დაკარგვაო და მეო თავისუფლება არასოდეს არ დამიკარგავსო, მე ყოველთვის თავისუფალი ვიყავიო. და შემდეგ როდესაც ის გამოვიდა ციხიდან და უნდა ამ ადამიანების წინაშე გამოსულიყო, სიტყვა ქონდა გამზადებული, გაშანშალებული, რა უნდა ეთქვა. და დაიწყო მან ამ სიტყვის წაკითხვა. რეაქცია ნული. ეს ხალხი უსმენ, ძალიან ჭკვიან რამეებს ლაპარაკობს, ძალიან კარგ რამეებს ლაპარაკობს, მაგრამ საერთოდ არც ერთი ადამიანი უბრალოდ განან და ისმენენ. და მას ყავდა მეგობარი მომღერალი, რომელიც ესწრებოდა ამ ყველაფერს და ეს მუსიკოსები საეკლესიო მომღერალი იყო, რომელიც აი ძალიან კარგად გრძნობდა ამ ენერგეტიკებსაც და მივიდა და უთხრა მარტინ, ილაპარაკე იმაზე, რასიც შენ გჯერა, შენ სოცნებებზე ილაპარაკეო და აი მარტინმა გადააგდო ეს ფურცლები და დაიწყო ლაპარაკი, მე მაქვს ოცნება. ამ სიტყვას ესეც ახსენებენ ხოლმე, მე მაქვს ოცნება, ჩემმა შვილებმა ისწავლონ იმ სკოლაში, სადაც სწავლობენ თეთრკანიანთა შვილები. მე მაქვს ოცნება, ჩემი შვილები თამაშობდნენ იმ ბავშვებთან ერთად, რომლის მშობლები ძალიან შეძლებულები არიან. მოკლედ, მან ილაპარაკა იმაზე, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და რაც მოყვა ამას მოგეხსენება. იმხელა ძალა და იმხელა გულწრფელობა იყო, მსოფლიო შეცვალა ამ სიტყვამ და სულ ამბობ, რომ საჯარო გამოსვლის დროსაც, ადამიანებთან მიმართვის დროსაც იყავით გულწრფელი. აუცილებელი არის, აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გულწრფელობას და რა თქმა უნდა ფორმულირებას. მე ვარ ავად და ვაიმე ვერ ვდგები კი არა. დროებით ეხა რაღაც გაჩერებული ვარ, ამ დროს გამოვიყენებ შეიძლება კითხვისთვის, მე სკოლაში როცა დავდიოდი და ავად ხდებოდი, სულ მიხარო და იმიტომ რომ ვიცეკ და ვკითხულობდი.
მეგობრობდი ციგნებს. ძალიან თან არავინ არ გიშლის ამ დროს. და პლუს გეფერებია, გესწავლებენ და აკეთე რაც გინდა. ხო და აი ეს მეორე მხარის პოვნა, როგორ შეიძლება ეს გამოვიყენოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მიუდგები. ხშირად ჩვენი სხეულიც ხო გვაჩერებს, რომ დავისვენოთ, თუნდაც ის ავად რო ხდები და რაღაცა იყო და რაღაც სხვა რაღაცა აკეთო, და გადაერთო. მოსმენა შეგეძლოს. რა თქმა უნდა, აუცილებელი არის და ძალიან ისეთი იყო. ძალიან ემოციური, ძალიან კარგი არის თუ ჩვენ თავთან გვექნება კარგი კავშირი და მაგრამ ხშირად აი პოულობს რომ ადამიანებთან საუბარში ვიგებ უფრო სწორად რომ არ ამუშავებენ ამ გაშვებულ ენერგიებს სწორად, თქვათ, რაღაცას სისწორე, ყველას ის აინტერესებს, რომ აი სწორად როგორ გავუშვა, როგორ ვიმუშაო ჩემ თავზე, რა უნდა გავაკეთო, რაღაც ეს არაზებუნებრივი ძალები არ არის აქ და აი რაღაც მარტივად რომ აუხსნათ ეს, რომ აი როგორ შეიძლება დაიწყონ თუნდაც ის პოზიტიური აზროვნება. მე მაგალითად ასეთ რჩევას ვაძლევ ხოლმე. საკუთარ თავს ელაპარაკეთ ისე, როგორც ელაპარაკებით თქვენ საუკეთესო მეგობარს, როდესაც მას უჭირს. როდესაც მას ამშვიდებთ, როდესაც მას გვერდით უდგახართ, რას ეუბნებით და მიმართეთ საკუთარ თავს და დამოკიდებულებაც გქონდეთ ესეთი. ან როდესაც შენ შვილს, თუ შვილი ყავს უკვე, რომელსაც რთული პერიოდი აქვს, როგორ ეკცევი, როგორ უდგახარ გვერდში, ზუსტად ისე მოეკეცი საკუთარ თავს. საკუთარ თავთან. იმიტომ რომ როგორც წესი საკუთარ თავთან ჩვენ ცოტა მკაცრები ვართ ხოლმე, არა ვართ ზედმეტად მომთხოვნები ვართ და გვიჭირს საკუთარი თავისთვის რაღაცა საკუთარი თავის განებივრება, საკუთარი თავის შექება. თუმცა როცა კარგ რამეს გააკეთე, შეაქე კიდევაც საკუთარი თავი, რომ ყუჩაღაი რა კარგად გამოგივიდა და თუ ეხლა არ გამოგივიდა, ესე იგი ისწავლე რაღაცა, რომ რა არის მიზეზი, გაიაზრე და ყველაფერში შეიძლება რესურსის პოვნა. ნებისმიერ რამში. ალბათ აქაც ბალანსი უნდა დავიცვათ. იმიტომ რომ არის, როდესაც შეცდომებიც უნდა მივხვდეთ, თუ რამეს დავაშავებთ და ისიც უნდა ვაღიაროთ. მარტო ერთი მიმართულებით არ უნდა ვიაროთ. დიახ, აქ აუცილებელი არის ბალანსი, იმიტომ რომ ზოგისთვის მარტო ერთი მხარია. არის კატეგორია, რომელსაც მეორე მხარია და ის ბალანსი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ვარ პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში და ჩემი ძირითადი მიმართულება არის ეს პოზიტიური ფსიქოთერაპია. და ზუსტად ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი არის ბალანსის მოდელი. ნებისმიერი უკიდურესობა ანგრევს ადამიანს, ნებისმიერი, თუმცა დროებით შეიძლება ეს უკიდურესობები იყოს. აი დროებით მაგალითად როცა გამოცდები გაქვს, სტუდენტი ხარ და გადავარდნილი ხარ საქმიანობაში, მეცადინეობ, სუდაკავებული ხარ ამით, ნახე, 4 სფეროა, სადაც ადამიანი თავის ენერგიას ანაწილებს. ეს არის სხეული ჯანმრთელობა, მეორე არის საქმიანობა, სადაც ვცდილობ რომ შედეგი მივიღო, მესამე არის ურთიერთობები და მეოთხე არის ფანტაზიები, აზრები, ფიქრები, ოცნებები, გეგმები და ენერგია უნდა თანაბრად იყოს გადანაწილებული ამ 4 სფეროში. თუმცა დროებით შეიძლება სადღაც გაგვექცეს. დროებით შეიძლება საქმიანობაში იყოს, დროებით შეიძლება იყოს ურთიერთობაში. მაგრამ თუ ეს დიდი ხანი გრძელდება, ეს უკვე ჩვენზე ძალიან ცუდად მოქმედებს და ამასაც დავაკვირდეთ. ბალანსი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის რომ მეორე ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რაც აქ კიდევ პოზიტიური ფსიქოთერაპიის არის იმედის პრინციპი. ადამიანს იმედი უნდა მისცეს სიტყვით თუნდაც. როცა იმედი გაქვს და იქითკენ მიდიხარ, უკვე სხვანაირი мотиваცია გაქვს, იცი, უკვე ნახე, აი სხვანაირი შემართებით მიდიხარ. თუ მარტო მიდიხარ და რაღაცას აკეთებ, არა გაქვს ის мотиваცია, ნახე. ბედნიერება, ნებისმიერი ბედნიერება 3-დან 6 თვემდე გრძელდება. 3 თვის მერე ნებისმიერი სასიხარულო მომენტი, ან 6 თვის მერე კარგავს თავის, უკვე ყოველდღიურობა ხდება. აღარ გახარებს ისე როგორც მერე გინდა ახალი. და როცა ერთი დიადი მიზანი გაქვს, გზადაგზა პატარები გჭირდება, რომლისკენაც მიდიხარ, აღნიშნე, დაუფასე საკუთარ თავს. მე მაგალითად ყოველთვის ვაზიარებ. იმიტომ რომ მხარდაჭერას როცა ვიღებ ადამიანებისგან, მეც უფრო ვრწმუნდები, აი სიტყვა მართლა ისეთია, ხო, მატერიალურია და ვამბობ, რომ აი ახლა ამას ვაკეთებ. არის ეს აწმყოში ვამბობ ხოლმე ძირითადად და რა ვიცი, ყველაფერი ისე კარგად მიდის. ეხლაც მაგალითად ვაკეთებთ ახალ
სივრცეს ვქმნით, რომელიც წარმოდგენას არ ქონდა საით მიდოდი. უბრალოდ გვინდოდა ჩვენ თვითონაც გვესიამოვნო და სხვა ადამიანებიც გაგვეხარებინა და რატომაც არა, ხო? და მე უკვე მივდივართ იქამდე, რომ აი რით შეგვიძლია გავახაროთ ამით. ოღონდ მეც უნდა მიხაროდეს. რა თქმა ორ გაცვლა უნდა იყოს. სამყაროს ერთ-ერთი ძირითადი კანონი რა არის, თიკა? გაცვლა, ხო? დიახ. გაეცი, მიიღე. ან მარტო სურო გასცემ და არაფერს არ გამოვა, ან მარტო როიღებ, ესეც არ გამოვა და მაინც აკართებს სამყარო ვიძახი. რა თქმა უნდა. მუდმივად მიღება არ არის ესეთი. რომელიმე მხრიდან მაინც აკართებს. აუცილებლად. ამიტომ აქ ყოველთვის უნდა გაცემა მიღების ეს კანონი, ესეც ძალიან ბევრ ადამიანს აქვს დასამუშავებელი, იმიტომ რომ მარტო მე და ჩემთვის და მინდა ესე არ არის. თუნდაც იმ სურვილებსაც რომ ვუშვებთ, აქაც ბალანსი გვინდა მე მგონი. იცი რა, აი მინდა ვახსენდ, მინდა ძალიან მაგარი სიტყვა, უნდა, ცოტა ისეთი სიტყვა. აი უნდა სადაც არის, ხო? ყოველთვის ვეცადოთ რომ ჩავანაცვლოთ მინდათი. ეს მინდა ეკოლოგიური უნდა იყოს, რომ სხვა არ დააზიანოს, ბუნებრივია, მაგრამ ძალიან ხშირად ვაკეთებთ იმას, რაც უნდა. უნდათი გაკეთებული საქმე არ შეგაბედნიერებს და არც სხვას. სამსახური, რომელიც აი როგორ ვიპოვო, ჩემი სამსახური არის თუ არა, მე ერთი მარტივი პრინციპი მაქვს ამ დროს. დილით რო იღვიძებ და სამსახურში უნდა წახვიდე. თუ სიხარულით დგები, რომ აი მიდიხარ სამსახურში, ესე იგი შენია. თუ გეზარება, აი ხა დღეს რო ვიცოდი, რომ ჯერ მეტაფორაში უნდა გავსულიყავი ჩემს ახალ სივრცეში და მე შენთან ორივე მიხარო და იმიტომ რომ ისეთი საინტერესოა. აქაც, იქაც და ესე იგი ჩემია. ისიც და ესეც და თუ რაღაცა არ მიხარია, მე უკვე იმ ასაკში ვარ, რომ ჩემ თავ შემიძლია მივცე უფლება, რომ რაც არ მინდა, რაც არ აღმაფრთოვანებს, რაც აი ენერგიას არ მაძლევს, რაც არ მაბედნიერებს, არ გავაკეთო. ნუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი ხა საჭმლის კეთება შეიძლება არ ვგიჟდები, მაგრამ გიწევს ის სახლის დაალაგება გიწევს. თუმცა ამ დროს შეიძლება სხვა აი ბალანსში ყოფილიყავთ. აი ჭურჭლის რეცხვის დროს მაგალითად წარმოიდგინე რომ თუ რამე ნეგატიური იყო, ფიქრობ და რეცხვით დროს წყალს ატან და მიაკ. ესე შეიძლება მოუწებნო მეორე მხარე. ძალიან კარგი, აი ეს ძალიან კარგი რამ არის, რომელიც ბევრი გამოიყენეს მჯერა. რა უნდა გავითვალისწინოთ? რომ აი ძალიან ხშირად არის რომ მშობლები ბავშვებს ბლოკავენ ზუსტად ამ სიტყვის ენერგიით. რა მესიჯი უნდა მივაწოდოთ ჩვენ ამ მშობლებს, რომ იმ გარკვეულ ასაკში, როდესაც ბავშვი არის ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც მას ტვინში უყალიბდება, საკუთარ მეს პოულობს, რა უნდა გავითვალისწინოთ და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, აი ყველაზე მნიშვნელოვანი რა შეგვიძლია რომ ურჩიოთ. მე მგონი მაგაზე უკვე ვისაუბრეთ, პირველ რიგში მშობლის გვერდში დგომა, მშობლის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და მივცეთ მას мотивация. ნახე ხა ამ ბოლო დროს იყენებენ სკოლებში ძალიან ხშირად მწვანე კალმის პრინციპს. ადრე იყო როგორ იცი, რომ დაწერდი მე მახსოვს წერას რომ სწავლობდი დედაჩემ ერთი როლი საერთოდ დახია, იმიტომ რომ დავწერდი ცუდი იყო ამოხებდა, დავწერდი ცუდი იყო ამოხებდა. შედეგი ის იყო რომ წერა მაინც საშინელი მაქვს და კალიგრაფიაც საშინელი მაქვს, მაინც ვერ ვისწავლე ის ლამაზი წერა. ეხა როგორ არის, დაწერა რაღაც ერთი გვერდი და 100-ია კარგი. ამას შემოხაზავ. აი ეს რა კარგად დაგიწერია. სხვანაირად მუშაობს. შეაქე ის რაც არ გააკეთა, იმაზე კინულანწყავ. დაუფასე ის რაც გააკეთა, დაუფასე როგორც ცდილობს, რომ რაღაცა თუნდაც არ გამოუვიდა, რომ ყოჩა, ეხა რამდენად უკეთეს, ოღონდ ეს უნდა იყოს ნამდვილი. ტყუილი შექება არავითარ შემთხვევაში უნდა იმსახურებდეს. დაუმსახურებელი არა, თუმცა ბენეფიტი შეგიძლია მისცე, რომ აი შენ უკვე ისე კარგად მიდიხარ წინ, რომ ცოტა ხანში თუ ბევრს ეცდები, ამას გააკეთებ და ნამდვილად გააკეთებს, იმიტომ რომ ნებისმიერი შრომა ფასდება, ხო? ერთხელ, ორჯერ, 10ჯერ არ გამოგივიდა, ედისონის მაგალითი ავიღოთ, ხო? 1000 მეერთეთ აუცილებლად. თუ არ ყოფილიყო, ახლა მე და შენ აქ ვერ ჩავწერდით ამას. თუნდაც ბითლზებიც ავიღოთ. ნებისმიერი. რა თქმა უნდა. ძალიან ისეთი ჯოანა როულინგი აიღე. რამდენი მიიღო, რამდენჯერ უარი, რომ არა. ხო, თან და ის როცნებაზე უარი არ უნდა თქვა. აი მე მქონდა ოცნება, რომ ყოფილიყავი სპიკერი. ოღონდ ძალიან საინტერესო იყო, რომ ეს ოცნება მქონდა და არასოდეს საჯაროდ არ გამოსულარ. და მოხდა ისე, რომ მქონდა შემოთავაზება უკვე
საკმაოდ 53 წლის ვიყავი და უნდა გამოვსულიყავი საერთაშორისო კონფერენციაზე, მაგრამ სულ მჯეროდა რომ გამოვდივარ ძალიან დიდ კონფერენციაზე, ხო და მაშაყირებდნენ ხოლმე რომ კაცო 20 კაცის წინაშე არ გამოდიხარო და ამ 500 და 1000 კაცის წინაშეო საიდანო, მაგრამ სულ მჯეროდა და შეთავაზება მომივიდა როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ვიყავი, რომ უნდა გამოხვიდე სიტყვით. და ჩემი ახლობლების მხარდაჭერით მითხრეს რომ შენ ხო სულ ეს ოცნება გქონდაო და მოდი და სცადეო. მართლაც ვცადე და საქართველოს დელეგაცია ამთავრებდა იმ შეხვედრას, იყო საერთაშორისო კონგრესი იყო 500 კაციანი და გამოვედი ინგლისურად სიტყვით და მე ინგლისური არ ვიცი. აუ საინტერესო. ხო და მოკლედ რომ დავამთავრე ეს სიტყვა, უცბად აი მე ვაანალიზებ უკვე რომ წამებში გამიელვა რომ უყურებ დარბაზ ძინავს. ამდენი დელეგაციები გამოვიდა და რეაქცია არ აქვს არავის. და მეც რომ დავამთავრე სიტყვა, რა თქმა უნდა, ზედაც არავინ არ მიყურებს, ტელეფონებში არიან, ერთი სული აქვს რომ გავიდნენ. და უცებ მივხვდი რომ ეს არ არის ჩემი ოცნება. და ვეძახი ჩემს ერთ-ერთ ლექტორს, მაქსიმ სცენაზე ამოდი მეთქი. მეო გაოცებული ხო მეთქი შენ გეუბნები და გერმანელების კონგრესია და იქ ხო იცი როგორ არის გაწერილი ყველაფერი წუთი წამი. და შეხედა ჩვენ პრეზიდენტს რომ რა გავაკეთო და ისიც გაოგნებული იყურება ვიღაცა თავხედი ქართველი არღებს თელ განაწეს გაუვიდა ეს დრო რაც უნდა ელაპარაკა და ამოდის სცენას. ამოვიდა სცენას და რუსული ვიცი ძალიან კარგად. მე ვთქვი ხა მე ვილაპარაკებ და შენ გადამთარგმნე მეთქი. მოკლედ მე ვილაპარაკე, ხა აღარ მოუყვები, რაზე იყო მაქსიმა გადამთარგმნა და იმ დღეს საქართველოს დელეგაცია გაიცნო ყველამ. რო ჩამოვდიოდით, სურათებს იღებდნენ ჩვენთან, გვეფერებოდნენ, გვეხუტებოდნენ. ერთ წელიწადში მოგცეს, ანუ ჩვენი ცენტრი არის გერმანული აკრედიტაციის ცენტრი, 10 წელი უნდოდა რომ ეს მოგვეპოვებინა. ერთ წელიწადში მოგცეს და კიდევ ერთ წელიწადში საქართველოში ჩავატარეთ საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ძალიან ბევრ წევრ ქვეყანაში ჯერ არ ჩატარებულა. ისე ამ ერთმა სიტყვამ ისეთი და იმის მერე ხო ვეღარ მხსნიან მოკლედ. და საჯარო გამოსვლები მოკლედ რა ვიცი თბილისში უმეტესობა რაც ტარდება თითქმის ყველგან ვარ სპიკერი, იმიტომ რომ ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ ამ ადამიანებთან ურთიერთობით. მეც და ისინიც ალბათ დროგულწრფელი ვარ და შეცდომის არ მეშინია. რა თქმა უნდა, თქვენც და ისინიც. ეს არის ზუსტად მიმოწვის ენერგია, რომელიც ძალიან ისეთი კარგად დამშვენიერი, ისეთი კარგი ოცნებების ასრულება გაქვთ და წინ კიდევ ალბათ ძალიან ბევრი ოცნება აგისრულდება და ყველა ჩვენი დაგეგმილი გეგმები, რომელიც არის ჩვენს გონებაში, აუცილებლად მე ის მჯერა ხოლმე, რომ რაღაც გაგზავნილი მაქვს წერილი სამყაროში. და უკვე ის ნამდვილად რო გინდა, ნამდვილად, აი ჟრუანტელი თუ გივლის. უნდა შეიგრძნო. შენი უნდა იყოს. და შენი უნდა იყოს აუცილებლად. არავის არ უნდა არავინ არ უნდა ავნოს, ესე ვთქვათ, არავის და მიყვარს კიდევ ესე რომ აი ოცნებას რომ ჩაიცმეო. და კარგად გრძნობდე თავს, აი უნდა შეხედო შორიდან, როგორ გამოიყურები ამ შენს ოცნებაში და ეს მე მართლა ჩემ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ ყოფილა მსგავსად. ეხლა რაც მაინტერესებს, მაგალითად თუ გქონიათ, ნუ გექნებოდათ რა თქმა უნდა, წყვილების თემაზე რომ შევეხოთ. წყვილებთან მუშაობ ძირითადად. დიახ, წყვილების თემაზე, აი რა ოცნებები აქვთ და რა მოლოდინები აქვთ და შემდეგ ძალიან ხშირად იმედგაცრუებებში ხდება ეს ურთიერთობები. უფრო აი თემისკენ მინდა რომ ვიდეთ, რადგან ამაზეც მუდმივად კითხვები არის და აინტერესებთ, რას ვუშვებთ, სად ვუშვებთ შეცდომას, ან არ შევუკვეთეთ არასწორი ადამიანის სავარაუდოდ. ჩემი საყვარელი მიმართულებაა, მე ჩემი ერთ-ერთი საერთოდ მე მუშაობ ურთიერთობების მიმართულებით და ერთ-ერთი არის წყვილებთან მუშაობა და როდესაც მოდიან ადამიანები, მე მქონია შემთხვევა, როდესაც მოდიან, იმიტომ რომ მშვიდობიანად დავიშალოთ, ამ დროს აღმოაჩენენ, რომ დაშლა საერთოდაც არ უნდა და ერთმანეთი უყვართ და ერთად არის რჩებიან, ამ პირიქით მოდიან, იმიტომ რომ არ უნდათ დაშლა და გონიათ, რომ ერთად უნდა და მე აღმოაჩენენ, რომ თურმე არ უნდათ ერთად ყოფნა. და ძალიან ხშირად როგორ იწყება დანაშაულებით, შენ ყველაფერს ესე აკეთებ, აი ხდება განზოგადება. ყველაფერი როგორ შეიძლება ცუდად გააკეთო. შენ ყოველთვის ესე ამბობ, რა თქმა უნდა ეს ყოველთვის ესე არ არის. ცოტა სხვანაირად, პოზიტიური ფსიქოთერაპია რესურსზე ორიენტირებულია.
ვიწყებ ხოლმე ამ ადამიანებთან ერთად იმ რესურსების ძებნას, რაც მათ აერთიანებს. და ძალიან ხშირად რატო ინგრევა მალე ოჯახები? ერთმანეთს ვატყუებთ, თამაშობთ იმას, რაც არა ვარ. და შეყვარებულებსაც, როდესაც მოდიან ჩემთან, ვეუბნები, რომ არ ითამაშო. თუ ხარ ბრაზიანი, იყავი ბრაზიანი. თუ ხარ ისეთი მომთხოვნი, იყავი მომთხოვნი. ის რომ მე ხლა დაუთმო და მე ხა ისეთი არ ვიყო, როგორიც ვარ, დიდი ხანი ამას ვერ შევძლებთ. და მე როცა ოჯახს შევქმნით, აღმოჩნდება, რომ ის, რასაც ითმენდი იმ პერიოდში და თამაშობდი, ის მაინც ევითამოდის. ამიტომ თუ მე შენ გიღებ ისეც, როგორიც ხარ, მერეც მიგიღებ და თუ მე შენ ჩემი ოცნება მიყვარს, რომელსაც შენ შეესაბამები და ყველაფერს აკეთებ, რომ მე მომაწონო თავი, აუცილებლად კრახით მთავრდება ეს ურთიერთობა რა. და ამიტომ ვიწყებთ ერთმანეთის გაცნობას თავიდან. მე როგორი ვარ? მე ვარ ასეთი, თუ ასეთი. მე მაგალითად მაქვს ინტერესები. და მიყვარს ფეხბურთი მაგალითად. და ჩემი შეყვარებული, რომელსაც ფეხბურთი საერთოდ არ უყვარს, დიდი ინტერესით უყურებს ფეხბურთს, იმიტომ რომ მაჩვენ მე მას სიამოვნოს, მაგრამ მთელი ცხოვრება ამ ფეხბურთს ვერ უყურებს. როცა არ უყვარს და უცებ როცა ეძახი რომ მოდი უყუროთ ფეხბურთს და გეუბნება რომ არ მინდა, გაუცებული რჩები რომ რანაირად კაცო აქამდე თუ უყვარდა, ეხა აღარ უყვარს. და თავიდან მევთხარი, ვიცი რა არ მიყვარს რა ეს ფეხბურთი. ან ვიღებ ამას, რომ ეს ესეთია, საერთოდ რა არის, იცი, ინტერესების თანხმედრა ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი მთავარი პუნქტია სიყვარულის საერთო ინტერესები. და თუ ჩემთვის ეს ადამიანი, რომელსაც განსხვავებული ინტერესები აქვს, მაგრამ მე შეიძლება მაინტერესებდეს მისი ინტერესები, რაღაცა ინტერესებში გადაკვეთა უნდა კონდეს, ან ვეცადო დავინტერესდე და თუ ვერ დავინტერესდი, როცა არაფერი არ გვაერთიანებს, ურთიერთობა ხო, ნახე რაღაცა პერიოდი შვილები არის საერთო ინტერესი და ეს გაერთიანებს, მერე შვილები რო იზრდებიან, თუ შვილიშვილებმა მოგისწრო და შვილიშვილებზე გადაერთე და საერთო ინტერესები ეს გახდა შესაძლებელია, თუმცა სასურველია რომ რაღაცა საერთო ჰობი გქონდეს, საერთო მიზანი გქონდეს. თუ არც მიზანი მაქვს, არც ინტერესი მაქვს და მარტო ლტოლვა მაქვს, ეს გატაცებაა და არა სიყვარული. აი ეს სამი კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვეძებთ ამ რესურსებს, რაც ამ ორ ადამიანს აკავშირებს და თუ არის ასეთი რესურსები, ამ ოჯახს უკვე შანსი აქვს, რომ გააგრძელოს როგორც ოჯახმა. იმიტომ ოჯახი და ხეთავისთავად სიტყვა როგორია ოჯახი, ხო? ეჯახები ხდება. იმის გარეშე არ არსებობს. მაგრამ აი დანარჩენი ეს ყველაფერი თუ გვაერთიანებს, რა ვიცი, მე სულ ვადარებ ცხოვრებას კარდიოგრამას, ხო? კარდიოგრამა როცა ესეთია, ცოცხალია ადამიანი და თუ ესეთია, მკვდარია და ოჯახშიც ესეა, რაღაცა უნდა ადიოდეს, ჩადიოდეს, ვითარდებოდეს, კვდებოდეს, ახალ ეტაპზე გადადიოდეს და თუ ეს არაფერი არ არის, მაშინ იქ ფსევდო ოჯახი არა, ვთამაშობთ ოჯახობანას. რა ვიცი, დაძმას შორისაც არის ყოველთ რაღაცაზე ვთანხმდებით, რაღაცაზე ვერ ვთანხმდებთ. ბუნებრივია. ადამიანები ვართ ესეთი. ხან უნდა შეგვეშალოს, ხან გვეწყინოს, ხან გაგვიხარდეს. ამასთან რაღაცა ძალიან მეწყინა, გული დამწყდა და ძალიან გული დამწყდა ჩემ თავზე, რომ მე მეგონა ფრთები მქონდა და რაღაცა მაღლავიდი ამ ყველაფერზე, მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე არა. რაღაცები მე ისევ მწყინს. და მე რა, ადამიანი ვარ. ეს ხდება. თავარი ერთ აქ მაინც რომ ერთმანეთს გაუგოთ რაღაცა, თქვა შევთანხმდეთ, ან არ შევთანხმდეთ და მშვიდობიანად წავიდეს ყველა თავის გზაზე რა. ბავშვებს ურჩევნიათ ყავდეთ ორი ბედნიერი მშობელი, გინდათ ცალ-ცალკე, ვიდრე ორი უბედური ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვისაც. ჩვენ რო გონია რომ ბავშვებს დავანგრებთ, ბავშვებს ვანგრებთ სიყალბით. სიმართლე ბავშვებს არ დაანგრევს. როცა შენ გიყვარს შენი შვილი, მეორე მხარესაც უყვარს და ორივე თანაბრად ზრუნავთ, ბავშვი ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს. რა თქმა უნდა, აქაც სიტყვასთან მივედით ენერგიასთან, ბავშვებთანაც უნდა ვილაპარაკოთ და უნდა აუხსნათ სიტუაცია, ანუ გამოუვალი მდგომარეობა სამყაროში არ არსებობს, იმის გარდა რომ შეიძლება ადამიანი გარდაიცვალოს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მდგომარეობა, რომელიც არ შეიცვლება. დანარჩენი ყველაფერი შეიძლება დავალაგოთ ჩვენ ცხოვრებაში და ზუსტად ისე წავიყვანოთ, როგორც ჩვენ გვინდა. ასე რომ ძალიან კარგი გასათვალისწინებელი
რამ ვურჩიეთ ჩვენს მაყურებელს და ძალიან საინტერესო არის. თუ არის ისეთი ტექნიკა, რომ ვთქვათ, ვასწავლოთ საკუთარ თავზე მუშაობის, რაღაც ტექნიკა, ვთქვათ, ეს იქნება 21 დღის განმავლობაში თუ 1 კვირის განმავლობაში, როგორ შეცვალოს ადამიანმა, თუ ის უარყოფითად არის განწყობილი საკუთარი თავის მიმართ და მოაბრუნოს ყველაფერი და დაიწყოს მუშაობა თვითშეფასებაზე, საკუთარ თავზე, შექებაზე, სიყვარულზე. რა ეტაპები უნდა გაიაროს, ის რომ ვასწავლოთ თუ შეგიძლიათ. უბრალოდ საკუთარ თავს დაუფასოთ ხოლმე რაღაცეები. პატარა ის რაც ყოველდღიურობა, პატარა მომენტები. ნახე ჩვენ ხო მე ადამიანებს ჩემთან ვის დადის ყველას უკლებლივ ვეუბნები, რომ დილა დაიწყე მადლიერებით გუშინდელი დღის. და უმეტესად პასუხი არის ესეთი, რომ აი გუშინ ისეთი არაფერი არ მომხდარა. დღეს რო გაიღვიძე გუშინდელი დღის მოდი შევხედოთ გუშინ რომ თუნდაც ის ადილე? კი, ვინ გააკეთა ეს ადილი? მოგეწონა? მადლობა იმ ადამიანს, ვინც ეს ადილი გამიკეთა. ან თუნდაც იმ ყავას რო სვა, ვინ მოგიდუღა? ან ის ყავა მაღაზიაში ვინ მოიტანა, ვისგან იყიდე, ვინ იზრუნა? ნებისმიერ რამეში შეიძლება ჩვენ ნახე რას მივეჩვიეთ. ყველაფერი არის, მოცემულობა მაქვს და მორჩა. არც მადლიერი ვარ, არც ვაფასებ, არც არ ვაფასებ. და მოდი დავაფასოთ ცოტა სხვანაირად რა, ნებისმიერი რამე, აი შეჩერდე დღის განმავლობაში უცებ. და საკუთარ თავს კითხო, აი ახლა მე რისი მადლიერი ვარ. უცბად, აი ახლა რისი მადლიერი ხარ, უცბად. თუნდაც მადლიერი ვარ ჩემი მანქანის, რომელიც მომსახურა. კი ბატონო, ძალიან კარგი. მადლიერი ვარ შენი. მადლიერი ვარ მაგალითად ჩაკეტილი ვიყავი და საპატრულომ რომ დავრეკე დროულად იმოქმედა და გაიყვანეს მანქანა რომ გამოსულიყავი საქმიდან. ძალიან ბევრი რამის მადლიერება შეიძლება გამოვხატოთ. კიდევ რას მე მადლიერი ვარ ვერ ვაგნებდი ამას და ერთმა ქალმა მითხრა რომ თქვენო პოდკასტის იმას ხوارებთ და კი მეთქი და აი ვაგერო ეს არისო მითხრა და მადლიერი ვარ ამ ქალბატონის. ახლა იმდენი პატარა მომენტია. იმ მომენტში მადლობა კი გადაუხადე და უთხარი მაგრამ ეს როგორი მადლობა იცი მადლობა მარტო ეს არის აი დილობის ფორმა აი გულით მადლიერება უკვე უგზავნი იმპულსებსაც იმ ადამიანს იმის და მიუხედავად რომ არიცნო იმასაც და პირველ რიგში საკუთარ თავს ძალიან დაუფასო საკუთარ თავს თუნდაც ის რომ დღეს მე სადილი გავაკეთე და რა ყოჩაღი ვარ რომ დღეს მე სადილი გავაკეთე დაუფასო საკუთარ თავს რომ ეს მოვახერხე ნებისმიერი რამე, იცი? მივასწარი ავტობუსს. და მადლიერი ვარ, რომ ავტობუსის მძღოლმა დამინახა, ცოტა შეაჩერა, რომ ავსულიყავი ამ ავტობუსში, მაგალითად. ან გადავდიოდი მანქანას, ძალიან ხშირად არის გადასასვლელზე გადადიხარ და უბრალოდ გითმობენ გზას. მძღოლები და ყოველთვის ისეთი მადლიერი ვარ ხოლმე რომ ერთმა მძღოლმა მითხრა ლამის მეორეც დაგითმოთ გზაო ისე გამოხატეთ რომ ვაიმე დიდი მადლობა ხო და იმიტომ რომ მართლა ძალიან მეჩქარებოდა და მიხვდა რომ რაღაცა და არისო იქ შეძლო არ გაიჩერებინა და აი ასეთი რამეები და შენ რო გულწრფელი ხარ მე რა არის გადამდებია ისიც ბედნიერი მიდის ისიც ვიღაცას გაახარებს მე ის კიდე ვიღაცას გაახარებს და აი ეს ჯაჭვური რეაქციაა და მოდი ვეცადოთ რომ ვიღაცა გავაბედნიეროთ დილით ამას წინათ ერთი კლიენტს ვეძახით ჩვენ პაციენტები არა ყავს არჩეულებრივი გოგონა დადიოდა ჩემთან და სანამ შემოვიდოდა მელოდებოდა და რაღაცას ტელეფონში ეძებდა და რო შემოვიდა რას ეძებდი მეთქი და მელიქიშვილზე რო გამოვიარეო ერთ-ერთი მასში შევედი ყავა დავლიო და ისეთი მაგარი მომსახურება იყო ის გოგო ვინც მომემსახურაო და ეხა ვეძებო ამ დასახელებასო ამ კაფისო რო უნდა რევიუში დაუწერო რომ რა კარგი იყო იპოვა დაუწერა და თვითონ ისეთი ბედნიერი იყო, რომ ეს აღნიშნა. ხო შეგვიძლია ეს. თუნდაც დილას მოგემსახურა გამყიდველი ისეთი ღიმილი და დაუფასე. რა თქმა უნდა. მე ისიც ბედნიერი ღიმილიანია. რას დავაკვირდი, იცით, აი მომსახურების სფეროში ადამიანები თვლიან, რომ რაღაცაში ფულს როცა იხდიან, რაღაცნაირად არ აქვთ ის დამოკიდებულება თუნდაც როგორც არ უნდა მოემსახურონ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვარ ამის მომსწრე და შემსწრე. მადლიერება
ნაკლებად, აი საკუთარ თავთან მადლიერებას არ ამუშავებენ, არც სხვის მადლიერებას არ ამუშავებენ. პირიქით შეიძლება ძალიან ისეთი პრეტენზიულიც იყოს რაღაცა. აი საჭირო პოდკასტი იწერება ზუსტად მათთვის, იმიტომ რომ ზუსტად აი თუნდაც ამას ხო საკუთარ თავს უკეთებთ. არავისზე მეტი არ არის არაფრით. ის რომ შენ ვიღაცაზე მეტი წიგნი გაქვს წაკითხული, არ ნიშნავს რომ შენ იმაზე მაღლად გახარ რაღაცით. ის რომ შენ გაგიმართლა და ისეთ ოჯახში მოხვდი, სადაც ხელი შეგიწყეს ყველანაირად, ეს შენი დამსახურება არ არის. და იმას შეიძლება სიცოცხლისთვის გადარჩენა უწევდა და ვინიცის საიდან მოდის? ვინიცის იმის უკან რა არის, ხო? ესეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს, ამას წინათ უყურებდი ტელევიზორში, ძალიან ცნობილი მუსიკოსი ვიოლინოზე უკრავს, რომლის კონცერტებზე დასწრებად $1000 იღებს, მეტროს წინ იჯდა და უკრავდა. არა გაქვს ნანახი? და ადამიანები არ ჩერდებოდნენ. სულ რამდენიმე ადამიანი გაჩერდა, იმიტომ რომ არ იცოდნენ ვინ იყო. და ამ დროს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკოსი. ზოგჯერ ადამიანებს რეგალიები გვჭირდება, რომ და ერთ-ერთი მილიონერი ფრანგი თუ არ ვცდები, რომელიც გარდაიცვალა, სახელი და გვარი აღარ მახსოვს, იმიტომ რომ მისი სახელი და გვარი ცნობილი არ არის. სიკვდილის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი მთელ თავის ქონებას ყოველ წელს უნაწილებდა შემოსავალი, რაც ჰქონდა უპატრონო ბავშვთა სახლებს. ეხმარებოდა ბავშვებს, მაგრამ მისი კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ არ გაეჟღერებინათ, ვინ აკეთებდა ამას. და სანამ არ გარდაიცვალა, ვერავინ ვერ გაიგო, ვინ იყო ეს ადამიანი. სულ იყო ესეთი, რომ ვიღაც უცნობი, რომელიც ამ სიკეთეს აკეთებს. ხო და აქ ამ დროს შეიძლება კი, ძალიან მაგარია სიკეთის კეთება. მაგრამ მარჯვენამ რა გააკეთა, მარცხენამ არ უნდა იცოდეს და არ უნდა ამას ისეთი აფიშირება. აფიშირება არ ჭირდება. შენ თავთან სიკეთე ჩუმია. და სამყაროშიც ყველაფერი არაფერი არ იკარგება, სარკის ეფექტი აქვს ყველაფერს. ხო და რა ვიცი. ყველაფერი დაუფასდება და საერთოდ ამას ხო მე ენერგია. ძრა მაგაზე არ უნდა იფიქრო ალბათ. საერთოდ თუ უპირობოდ აკეთებ, როგორც უპირობო სიყვარული არის, მაგალითად დედაშვილში არის ძალიან თითო. ძრა უპირობო სიყვარული არ არსებობს. დავანგრიოთ მე ვფიქრობ, რომ დედაშვილი რაღაცა ის არის უპირობო. ხო, აი ძალიან რო ჩაუღრმავდეთ, ეს რა არის, იცი, რომ შენი შვილი უნდა იყოს კარგად, რომ შენ იყო კარგად. იმიტომ რომ ის რო კარგად არ იყოს, შენ არ ახარ კარგად. ესეც შენი თავიდან გამოდის. ნუ ჭყალებში რა თქმა უნდა. აი ამ კუთხით რომ მიუდგე, ყველაფერი შენთან მოდის რა. იმიტომ რომ სხვის შვილი ხო, ყოველთვის ვიღაცა კვდება, კი, გეწყინა, გაიარა, დამთავრდა, მაგრამ შენ რო არ შეგეხო, ისე არ გაწუხებს, ხო და შენ შულს რო ერთი ყური წამოტკივდეს, უკვე ისე ხარ, ვაიმე. იმიტომ რომ შენი შვილი რო ცუდად არის, შენ ცუდად ხარ და ყველაფერი შენ გიბრუნდება. ყველაფერი ჩვენიდან იწყება და ყველაფერი ჩვენით მთავრდება. ამიტომ მოდი ჯერ ჩვენ ვიყოთ კარგად, ჩვენ ვიყოთ ბედნიერები და მე სხვები საკუთარ თავში ვეძებოთ ბედნიერებაც, სიხარულით, საკუთარი თავი გავანებივროთ იმითი სიტყვებით, შექებით, შეფასებით, ოღონდ გულწრფელით, როცა ვიმსახურებ. და საკუთარ თავს შემოუძახო. როცა თქვა რაღაცა ისე ვერა ვარ. ყველა ადამიანს გვაქვს ეს პერიოდი, რომ ხან საწოლიდან ადგომა არ ხდება, ხო? ხანდახან არის, რომ უბრალოდ არაფრის კეთება არ გინდა. მე რა, მივცე ჩემ თავს უფლება, რომ ამ დღეს არაფერი არ ვაკეთო. მე მაქვს უფლება ვიყო ზარმაცი. მე ვეუბნებ ხო მედი შენ გაქვს უფლება გაბრაზდე. რა თქმა უნდა. შენ გაქვს უფლება რომ რაღაცა არ მოიქცე სტანდარტულად. შენ გაქვს უფლება მიუხედავად იმისა, რომ 60 წლის ხარ, ქუჩაში რომ მიდიხარ, ტროტუარზე ჩამოჯდე. მე რა რომ ვიღაცა რაღაცა სიტყვის და გიცნობს. ერთ-ერთმა სტუდენტმა რევიუში, შეფასება არის ხოლმე წლის ბოლოს და დაწერა, რომ ცოტა აკადემიურობა აკლიაო ლექციის დროს, მაგიდაზე იჯდაო. ხო და მე ვთხარი შვილო, იმდენი ლექტორია, რომელიც არ ზის ამ მაგიდაზე და რა პრობლემაა? დადი და დაესწარი იმას, ვინც არ ჯდება. ჩემ დაუნებურად, როცა აი რაღაც ლაპარაკობდი და ის და ეს რაღაც ფეხზე ვიდექი და ხო, ჩამოვჯექი. მაგრამ ვთვლი, რომ ადამიანი ვარ და ჩვეულებრივად მე შეიძლება ხანდახან დავიღალ და რა პრობლემაა, რომ თუნდაც მაგიდაზე ჩემთვის არა. არ ჩემთვის არა. ხო და თუ ვინმესთვის არის არჩევანი ძალიან დიდია. ზოგს მოდელი მოწონს, ზოგს მოდლის სწორი და ამიტომ ვინც მოგეწონება? მე როგორიც ვარ, ესეთი ვარ. შენ თუ არ მიღებ, ეს შენი პრობლემაა და მე არ ვაპირებ ისე შევიცვალო, რომ შენ მოგერგო.
თუ ეს შენ გაზიანებს, რა თქმა უნდა, მე ამაზე უნდა დავფიქრდე, მაგრამ მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ. ისეთი ვარ, როგორიც და სხვა ადამიანებიც ისეთი მივიღოთ, როგორ თუ ვერ ვიღებ, დავამთავრო ურთიერთობა, დავსვა წერტილი, არავინ არ მაძალებს არაფერს. თუ მე დისკომფორტი მაქვს, შენც კარგად ვცანდებოდე, მეც კარგად ვიქნები. ოღონდ შენც კარგად იყავი იქ, სადაც იქნები და მეც კარგად უნდა დავაზიანოთ რა ერთმანეთი. თქმა უნდა, აბა რა. რა თქმა უნდა. მოკლედ ყველა კარგად ვიყავ. ყველა კარგად ვიქნებით და უნდა ვიყოთ კიდევაც. უნდა არა. აუცილებლად. უნდა სიტყვა ამოიღე. აი ეგ შეცვალეთ იკა. უნდა არ არსებობს. ჩვენ ყველანი კარგად ვართ. კი ბატონო. ჩვენ ყველანი კარგად ვართ. ხო და ხა ვიღაცა დაგვიკომენტა, თქვენ მართლა კარგად ხართ. ამოვჭრით. რატო იყოს? უფლება აქვს ესე იფიქროს. იფიქროს. იფიქროს, დიახ, ის მისი აზრი არის. რა თქმა უნდა. ასე რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მაყურებელი აუცილებლად გაითვალისწინებს უძლიერეს რჩევებს, არ ვიცი, ესე მარტივი არ არის რომ მოისმინონ და მართლა ეს ყველაფერი ისე კარგად იყო, ეს უბრალოდ როგორც ვფიქრობდი, ისე იყო და ისე დაალაგდა და ისე წავიდა ჩვენი საუბარი და უფრო მეტი რწმენა მაქვს კიდევ ჩემთან, რომ რაღაცა ისე დასტური მივიღე. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო. პირველ რიგში ვიცი რომ არ გქონდათ და გამონახეთ და შეძელით. მოხვედით ასე რომ მე თქვენ უნდა დაგასაჩუქროთ, იმიტომ რომ თქვენ შეძელით. როგორ მიყვარს საჩუქრები? პირველი საჩუქარი არის ბიობელმა გამოგიგზავნათ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია, რომელიც არის კოსმეტიკა. ძალიან კარგი, როგორ მიყვარს. შესაფერისად არის ისეთ. ой, რამდენი საჩუქრი კიდე მოვალ რა. და ეს კიდე მაღაზია თილისმამ გამოგიგზავნა. ძალიან დიდი მადლობა. საჩუქარი, თქვენ დაიმსახურეთ ნამდვილად საჩუქრები. როგორ მიყვარს საჩუქრები? რადგან მოხვედით ჩემთან. და წითელიც როგორ მიყვარს? დიდი მადლობა. ხო, ცეცხლოვანი ცხენი ყავს. ჩვეულებრივი. აქედან გამომდინარე წითელი ფერის დღეში თქვენ ჩაინიშნავთ თქვენს სურვილებს, თქვენს საქმიანობას, რომელიც ასრულებულია. აუცილებლად. დიდი მადლობა. გაიხარე. კარგად.